მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს ხვდებიან. პრეზიდენტი მომავალ პრემიერ-მინისტრს ავლაბრის რეზიდენციაში ესაუბრება. შეხვედრაზე მხოლოდ ფოტო და ვიდეო კამერებია დაშვებული. აუდიენციას ოპოზიციაში გადასული ხელისუფლებისა და ქართული ოცნების 4 კაციანი სამუშაო ჯგუფებიც ესწრებიან. ჩვენ წუთი-წუთზე ველოდებით რეზიდენციიდან სიგნალს, რომელიც ამ შეხვედრას ასახავს. ამ პირდაპირ ჩართვას ჩვენ გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ. მანამდე კი რა მიზანი აქვს დღევანდელ შეხვედრაზე, რაზე შეიძლება პრეზიდენტმა და ქართული ოცნების ლიდერმა ერთმანეთის პირისპირ ისაუბრონ. ამ კითხვებზე ჯერ მხოლოდ ვერსიების დონეზე არსებობს პასუხები. ჩვენ შეკითხვებს ახლა ღია ეთერში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ექსპერტი ზურა ბაბაშიძე უპასუხებს, რომელიც ღია ეთერში გვერდება. მადლობა ბატონო ზურა, გადაცემაში მონაწილეობისთვის და ჩემი პირველი შეკითხვა, თქვენი აზრით რა არის მთავარი მიზანი დღევანდელი შეხვედრის და რაზე შეიძლება საუბრობდნენ დღეს მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი? კონკრეტული თემები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ალბათ საუბარი იმაზე იქნება, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების, რაც შეიძლება უფრო უმტკივნეულოდ გადაცემა და რაც შეიძლება სწრაფად და ნორმალურად გავიაროთ ეს პერიოდი. მე პირადად უაღრესად კმაყოფილი ვარ, არ მინდა ახლა ზედმეტად ისეთი ვიყო, ასე ვთქვათ, აჟიტირებული, რომ ამ დღეს მოვესწარით, როდესაც საქართველო ნამდვილად დაადგა დემოკრატიის გზას. დემოკრატია მოგეხსენებათ მხოლოდ ერთი არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ არ შენდება მის დამკვიდრებას დრო დაჭირდება, მაგრამ ის რაც ჩვენში მოხდა ბოლო დღეებში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული თვისებრივი წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ესეც აი დღევანდელი შეხვედრაც კიდევ ერთი ნაბიჯია ასეთი, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ნაბიჯ წინსვლისა. დემოკრატია თავისთავად ცუდი სისტემაა, მაგრამ დანარჩენი ყველა უარესია. ამიტომ უნდა შევეჩვიოთ ჩვენ, რომ ამ დემოკრატიულ რეალობაში ბევრი სირთულე იქნება, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. რთული გზა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ გზით უნდა ვიაროთ. არაძალადობრივი გზით და ასეთი, ასე ვთქვათ, აი ნამდვილად ჭეშმარიტად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შენების გზით, რასაც უკვე შედეგები მოაქვს. ბატონო ზურა, ხომ არ ფიქრობთ, რომ დღევანდელი აუდიენცია ატარებს ფორმალურ ხასიათს და ეს არის შეხვედრა შეხვედრისთვის, თუ მას აქვს კონკრეტული დატვირთვა და მიზანი? არა, მას აშკარად აქვს კონკრეტული დატვირთვა და მიზანი. ბატონი სააკაშვილი პრეზიდენტია, ახალი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, უამრავი საკითხია დარწმუნებული ვარ დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ უნდა მოხდეს, ვიმეორებ ამ ხელისუფლების გადაცემა, როგორ უნდა მოხდეს ამ ორი შტოს თანამშრომლობა, პრეზიდენტის ინსტიტუტი მხედველობაში, მთავრობა, პარლამენტთან დაკავშირებით იქნება უამრავი საკითხები, იქნება კონკრეტული პრაქტიკული საკითხები. ასე რომ ეს თავის საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი სიგნალია. ესეთ ახლა ეს რაღაც სტაბილურობის განცდას ამკვიდრებს, ახლა ზოგი კმაყოფილია, ზოგი უკმაყოფილოა. ამ საზოგადოებას ჭირდება კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, აი ასეთი გზავნილი იმისა, რომ საქართველო აი ნამდვილად, ასე ვთქვათ, აი ცივილიზებული გზით მიდის და არჩევნების შემდეგაც ჩვენ ვაგრძელებთ ასე ვთქვათ, კონსტიტუციის ფარგლებში კანონიერ წინსვლას. ასე რომ ეს ნორმალური რამ არის. ევროპის ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, შეიძლება ხელისუფლებაში, მთავრობაში იყოს სხვა პარტია, პრეზიდენტი შეიძლება სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს, არის ასეთი მაგალითები, თუნდაც საფრანგეთში ყოფილა ასეთი შემთხვევა, რასაც მე ხლა ესე უცბად ვიგონებ. ასე რომ ეს გზაც უნდა გავიაროთ ჩვენ და ეს ნამდვილად კიდევ დამატებითი ნაწილი იქნება ჩვენი დიდი გამოცდილებისა, რაც ამ არჩევნებში მივიღეთ. ხო, მაგრამ ხელისუფლების გადაბარების პროცესში ბატონო ზურა ჩართული არის ორი სამუშაო ჯგუფი, როგორც კოალიცია ქართული ოცნებიდან, ასევე ხელისუფლებიდან და უკვე ორი შეხვედრაც გამართეს, მათ სადაც კონკრეტული პროცესები და ხელისუფლების გადაბარების პროცესში კონკრეტულ გეგმებს განიხილავენ ისინი. მაშინ რა საჭირო იყო ორი ლიდერის, ამ შემთხვევაში სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გარკვეულწილად იყო საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის მოთხოვნაც? შეიძლება იყო ასეთი მოთხოვნაც, რეკომენდაციაც, უფრო სწორად, მაგრამ სამუშაო ჯგუფები სწორედ იმისათვის არსებობენ, რადგან შემდგენ პირველი პირების შეხვედრა მოხდეს. ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფების შეხვედრებზე სწორედ ასეთი ლიდერების შეხვედრაზეც იყო საუბარი და სწორედ მათ მოამზადეს ეს შეხვედრა, რომელიც დღეს შედგება, რამდენადაც მე ვიცი.
ბატონო ზურა, ხომ არ ფიქრობთ, რომ დღევანდელი შეხვედრისას ასევე იქნება გარკვეულწილად გარანტიების მიღებაზეც საუბარი, მე ვგულისხმობ ხელისუფლებაში გადასული ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან? ვერ გეტყვით ახლა ჩემთვის რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული პოლიტიკური გარანტიების საკითხი წაბოჭრილი. მე ესე ვხედავ უფრო თქვენს კითხვაში ამას ვხედავ რაღაც პოლიტიკური გარანტიები, რომ ასე ვთქვათ, ესეც კანონიერების ფარგლებში და კონსტიტუციის ფარგლებში და არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცამ რაღაც დააშავა, ვთქვათ, რაღაცა უკანონო ჩაიდინა და მას ვაპატიოთ. არა, ამაზე ალბათ საუბარი არ იქნება, უფრო საუბარი იქნება რაღაცა პოლიტიკურ გარანტიებზე იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში ხდებოდეს. ბატონო ზურა, მე უნდა შეგაწყვეტინოთ, თუმცა რა თქმა უნდა თქვენ რჩებით პირდაპირ ეთერში ხაზზე, ჩვენ ახლა ვიღებთ სიგნალს ავრაპურის რეზიდენციიდან, სადაც ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელშიც 4 ადამიანი შედის, უკვე მივიდა ავლაბრის რეზიდენციაში. პირველ რიგში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, იყო პროტოკოლური ფოტოების გადაღება. შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილთან მივიდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, სოზარ სუბარი, საშუალო ახსნილების მინისტრობის კანდიდატი, ასევე ირაკლი ალასანია, იქვე იმყოფებოდა სამუშაო ჯგუფის მეოთხე წევრიც, ამის შემდეგ უკვე მხარეებმა დატოვეს ავლაბრის რეზიდენციის ეზო, სადაც მხოლოდ ვიდეო და ფოტოკამერები იყო დაშვებული და უკვე გადაინაცვლეს სამუშაო შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე სამწუხაროდ არ აქვს ჟურნალისტებს საშუალება, რომ შევიდნენ თუნდაც რამდენიმე წუთით, იქ მხოლოდ ფოტო და ვიდეო კამერები არის დაშვებული. ჩვენ გვექნება შემდეგ უკვე საშუალება, რომ უშუალოდ შეხვედრის ამსახველი კადრები ვიხილოთ გამოშვების მსვლელობისას. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ავლაბრის რეზიდენციას, სადაც რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების 4 კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრები. დიახ, ბატონო ზურა, განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. ძალიან ბევრს საუბრობენ, გუშინ ჩვენ წარმოგვიდგინეს ახალი მინისტრთა კაბინეტი. თქვენ პირადად როგორც ექსპერტს გაქვთ თუ არა რაიმე შენიშვნები, რომელ კანდიდატს ისურვებდით, მაგალითად, რომელიც თქვა დღეს პარლამენტში რჩება და არ არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ანუ მოგწონთ თუ არა მომავალი მთავრობა, რომელიც ივანიშვილმა გუშინ წარმოგვიდგინა? ერთ ფრაზას დავამატებდი თუ შეიძლება იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ახლა მოვისმინე, რომ შეხვდნენ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ძალიან კარგია, რომ ოპონენტებმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები. ამაზე ბატონი ბიძინა დიდხანს საუბრობდა, მან გამარჯვების შემდეგაც ხაზგასმით თქვა და მე ვფიქრობ, რომ მისი დამსახურება ძალიან დიდია, რომ არჩევნებმა და შემდგომ პერიოდում ასე მშვიდობიანად ჩაიარა. ხელი ყველა უნდა ჩამოართვას ერთმანეთს. ჩვენ არ ვართ მტრები ერთმანეთისა, ვიმეორებთ და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო თავისთავად ეს, რომ ოპონენტები ხვდებიან ერთმანეთს ხელს აღარ, მაგრამ შეიძლება საუბარი იყოს ძალიან პრინციპული, რთული, ხისტი, სხვადასხვა ტერმინი შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ ეს უნდა დავამკვიდროთ ჩვენს პოლიტიკაში, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ და არავის მტრობა საერთოდ არ გვინდა. ახლა რაც შეეხება მთავრობას, ჩემი აზრით ძალიან კარგი შემადგენლობაა. როგორც ჩანს, მთავარი ნიშანი არის პროფესიონალიზმი. მე დავიწყებ ჩემი სფეროდან ქარბატონი მაია ფანჯიკიძე, ძალიან გამოცდილი დიპლომატია. იგი 15 წელი მუშაობდა თუ მეტი არა ჯერ გერმანიის საელჩოში, შემდეგ ნიდერლანდებში იყო ელჩი, მანამდე მრჩევლად მუშაობდა გერმანიაში, ელჩი იყო გერმანიაში საქართველოს, ის ძალიან კარგი სპეციალისტია, გერმანისტია. კარგი მამიშვილი, ასე რომ ჩემი აზრით ძალიან პროგრესული და სწორი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მთავრობის სხვა წევრებს, ასევე იცით რა, არა მაქვს ახლა მე ვისაც ვიცნობ პირადად, მათ მიმართ არანაირი შენიშვნა არ მაქვს. მაგალითად, ძალიან მხოლოდ კარგის შემილია თქმა თავდაცვის მინისტრის პოსტთან და მის, ასე ვთქვათ, ახალ მინისტრთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი იქნება პარლამენტის ძალიან კარგი თავმჯდომარე. მე ვიცი, რომ სამედიცინო მუშაკები სამედიცინო წრეებში ძალიან კმაყოფილები არიან, რომ ამერიკა გამყრელიზე დაბრუნდა. კარგად ვიცნობ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მასთან თანამშრომლობდა ენციკლოპედია, რომელიც მთავარი რედაქტორი მე გახლავარ წლების მანძილზეა იმ ქართულ ფონდთან.
თეატრულუკენი ყველას ვერ ჩამოვთვლი. ბატონ სოზარ სუბარს კარგად ვიცნობ, ბატონ პატა ზაქარეიშვილს, და ასე შემდეგ, ყველა ძალიან ბრძოლას დაიკავე. არ მაქვს მართალი რო გითხრათ, ახლა შენიშვნები, გამოცდილი ხალხია, პროფესიონალები არიან, ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ჭაღარა აქვს თავში ზოგიერთებს, მამაკაცებს უმთავრესად. ესეც კარგის მაჩვენებელია და მე ვფიქრობ, რომ ექსპერიმენტი ნაკლები იქნება ამ თავში, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტებზე ნაკლებად იქნება აქცენტი, მათ ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს, ძალიან სერიოზული პრობლემები დახვდებათ და ეხლა მთავარია მათ ზუსტად საქმით დაამტკიცონ, რომ ის მოლოდინი, რომელიც მათთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, შესრულდება ყოველ შემთხვევაში. თქვენი აზრით, ბატონ ზურა, რა საერთო ხაზი გასდევს ახალ მთავრობას? რა არის ის მთავარი ღერძი მნიშვნელოვანი, რომელიც მთლიანად ამ მინისტრთა კაბინეტს კრავს ერთად და საერთო ხაზი მათი? მე ვფიქრობ, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, გარკვეულწილად დამსახურება ქვეყნის მიმართ, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური კურსითაც მინიშნება არის აშკარად იმაზე, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროატლანტიკური კურსით და ასე ვთქვათ, ბატონი ირაკლი, ქალბატონი მაია, სხვა ელჩები, რომლებიც ვიცი რომ ასევე იქნებიან ამ სამთავრობო გუნდში, სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს კურსი ნამდვილად გაგრძელდება და შეიძლება უფრო ინტენსიურად და უფრო დინამიურადაც. ბატონ ზურა, წინ არის ძალიან რთული ერთი წელიწადი, მაშინ როდესაც მოქმედი პრეზიდენტი კვლავ რჩება ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე და იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიისას ჩვენ ვნახეთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდა ის კოალიცია ქართული ოცნების მისამართით, რაც თავარია ის არ ასახელებდა კონკრეტულ სახელსა და გვარს და არასდროს არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო ქართული ოცნების მიმართ, იყო ასეთი მოღალატეები, მუმიები და ასე შემდეგ რუსული პროექტის წარმომადგენლები. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც რამდენიმე კვირაში დამტკიცდება ახალი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი? მათი თანამშრომლობა როგორ გესახებათ? ალბათ დღეს გამოიკვეთება სწორედ პასუხი თქვენს კითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ მაინც გარკვეულწილად რთული წელი იქნება. ასევე წინასაარჩევნო წელი იქნება, იმიტომ ეხლა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნები გველის. მე ვერანაირად არ ვეთანხმებოდი და ეხლა არ ვეთანხმები იმ კრიტიკას, რომ ვიღაცა აქ მოღალატეა, ვიღაც ის აგენტია. არ ვიცი ეხლა დავით კირვალიძე რატო აგენტია, ან ვთქვათ ლევან ყიფიანი, ან გურამ მოდიშარია, ან რევას შავიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, რა ვიცი რომელი ერთი დავასახელო ახლა ამ მთავრობიდან. არასწორი იყო აბსოლუტურად. კარგით, ჩავთვალოთ, რომ წყალმა წაიღო ეს ყველაფერი და რაღაც წინასაარჩევნო რიტორიკამ და ეს იყო გუშინ, ახლა მომავლისკენ უნდა ვიყოთ ჩვენ მიმართული და რაც თავარია, ეს წელი რაც შეიძლება მშვიდად ჩავიაროთ, ამ სულისკვეთებით, რომ მას შემდეგ რაც ხელი ჩამოართვეს მათ, ახლა რაღაც თანამშრომლობის კონტურებიც გამოიკვეთება და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდი ნაკლებად დრამატული იქნება, ნაკლებად იქნება სიძულვილის ელემენტები და ერთმანეთის ბრალდებები, რომ ვიღაცა რუსეთის აგენტია, ბრაზილიის აგენტია და ასე შემდეგ. ეს აგენტომანია უნდა მოთავდეს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ძალიან შორეული წარსულის გადმონაშთი, სადღაც 30-იანი წლებიდან მოდის გონია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა, იმისათვის რომ დაგვთანხმდით და იყავით ჩვენი სტუმარი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ზურა აბაშიძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.